ძალიან მოხარული ვარ, რომ აი რამდენიმე თვის წინ ვიყავი აქ აუდიტორიაში, ნონასთან, ნონამ. ჩემი მეგობარია, ჩვენ მეგობრები ვართ და ეხლა ძალიან მოხარული ვარ, თუმცა ცოტა მოკლე ხმით ვარ ჩამოსვლის მიზეზს ცოტა ხანში მოგახსენებ. ძალიან მოხარული ვარ, რომ კიდე მომეცა საშუალება უნივერსიტეტში, მეც უნივერსიტეტში ვსწავლობდი. გარკვეული საუბრის თემის გაზიარების. დღევანდელი თემა ისეთია, რომ ძალიან აქტუალურია მე მგონი მსოფლიოში. ეგ ძირითადად ეძღვნება ამ პოზიტიურობას. ალბათ გაგიგიათ, ოშო იყო ასეთი გასხივოსნებული ოსტატი. იყო ასეთი გასხივოსნებული ოსტატი და აი მან ძალიან დიდი ტალღა მისცა. ტალღა თუ შეიძლება გააზიარა მსოფლიოში მედიტაციის და პოზიტიურობის. და ეს ეხლა თანამედროვე დრო კარგი რითია, იმიტომ რომ ადრე ეხლა ეუბნებოდნენ, რომ ეს კარგი უნდა იყოს, მაგრამ ადამიანი მაინც ებოდა რა თქმა უნდა ვიყო გარკვეულ შეიძლება ცუდიც ვიყო არა, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგია ისე განვითარდა, რომ უკვე ყველაფერი თითქმის ყველაფერი შეიძლება ამ ტექნოლოგიის საშუალებით გაიზომოს. განსაკუთრებით აი ესეთი მიმართულება არსებობს. ქართულად ალბათ ტვინის კვლევა იქნება, brain research, ასეთია, სადაც ყველა ემოცია თითქმის, ყველა შეგრძნება, აზრებიც კი უკვე შეიძლება დაფიქსირდეს მეცნიერულად, აპარატურად. და ამიტომ ხედა უკვე შენ, რომ აი თურმე დადებითი რომ ხარ, რამდენად კარგია შეეშვის ხვებს. ეს პირადად შენთვის რამდენად კარგია. აი ზუსტად ისეთივეა, აი რომ მიდიხართ ეხლა მაღაზიაში, ხო არჩევთ რა, იცით ეხლა თქვენთვის რა არის კარგი. ნუ მეტნაკლებად იცით. ან მე ვცდია ეს კარგია, ეს არ ვარ და აი ზუსტად აი ესეა. არჩევ, აი როცა დადებითი, პოზიტიური შეგრძნებები გაქვს, აზროვნება გაქვს, განცდა გაქვს, განწყობა გაქვს. ფაქტიურად შენ ყვებავთ ჩვენ არსებას. რაღაც ფაქტიურად ეს არ არის მეტაფორა, ანალეგორია ან რაღაც. არა, ეს ზუსტად აი ისევე, როგორც ჩვენ მივდივართ, ვიყიდით საკვებს, დასალებს და ავარჩევთ კარგს, მიგვაჩნია რომ რაც კარგი იქნება ჩვენი არსებისთვის და იმას მივიღებთ. აი ზუსტად ისეთივე მოქმედება აქვს. მით უმეტეს, როცა ეხლა უკვე დაფიქსირდა, რომ ადამიანს გააჩნია არა მარტო ფიზიკური არსი, მას გააჩნია გარკვეული ენერგეტიკული არსი, სხვადასხვა დონის, რა თქმა უნდა, ცოტა ფაქიზი, ცოტა უხეში. ეს ადრე დააფიქსირა, გაიგიათ ალბათ კირლიანმა, ასეთი მეცნიერი იყო, რომელიც აფიქსირებდა ადამიანის ირგვლივ ენერგეტიკულ ველს, მას უწოდებენ აურას. ეხლა უკვე დაფიქსირდა, მით უმეტეს კირლიანის ფოტოგრაფია ძალიან განვითარდა, უკვე თითქმის თითეული აზრი, როცა კირლიანის ფოტოგრაფია განვითარდა, მაშინ ზოგადად ხდებოდა ამის დეტექტირება, ამის დანახვა, ამ ენერგეტიკული ველის, რომელიც აი თითებსაც ალბათ გინახია, თითებსა თავზე აქ ადამიანს და მსხეულზე აქ პრინციპში. და ეხლა უკვე როცა განვითარდა, არა მარტო ფერებში განვითარდა, თითეული აზრის და ემოციის დაფიქსირებაც შეიძლება. და თან ძალიან საინტერესო მომენტია ეს, რატომ, როგორც დავიწყებ გახსენეთ, მე აქ ჩამოვედი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, ეს არის ის, რომ აქ ვატარებთ სიცილის კარნავალს. ეხლა არ დავარქვით სიხარულის კარნავალი, ცოტა სპეციფიზირება გავუკეთეთ და რატო ეხლა ავხსნით.
იმიტომ რომ სიხარული ძალიან ესეთი ფართო ცნება და სიხარულის კარნავალი რომ დავარქვათ, უკვე მაინც რაღაც თითქოს სპექტაკლის სახეს იღებს, წახვალ, ნახავ, ხო, აი რა ხდება, ის ვიღაცა ცეკვავს, იქ ვიღაცა თეატრალიზებულ წარმოდგენას მართავს, აქ ვიღაცა მღერის, აქ ჯამბაზები, აქ პანტომიმა და კარგ დროს გაატარებს ფაქტურად წახვალ სანახავად. ნებისმიერი კარნავალი მართლაც ასეთია, მაგრამ აი რატო გავუკეთეთ სპეციფიზება სიცილიზე, იმიტომ რომ სიცილის კარნავალზე რა სანახავად უნდა წახვიდე, სხვა იცინიც და შეგიძლიათ. რა არის? ხო, ფაქტიურად უფრო თანამონაწილეობის კარნავალია და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის უნიკალური კარნავალი და უნიკალური მოვლენა მსოფლიოში. იმიტომ რომ ამ სიცილის სფეროში მე უკვე 30 წელია ვმუშაობ ამ პოზიტიური ფსიქოლოგიის მიმართულებით სიცილის სფეროში და ვიცი სად რა იმართება ამ სიცილთან დაკავშირებით. თან სამში სიცილის მსოფლიო დღეა. 72 ქვეყანაში ზეიმობენ ამ დღეს. და აი ჩვენს მე და ჩემო მეგობრებმა, ვისაც მე აქ დავუკავშირდი, გადავწყვეტეთ, რომ აი მართალია მოკლე ვადებში, როგორც შეგვეძლო, გავუკეთეთ ორგანიზება, რომელიც შეგიძლიათ სამში კი არ იხილოთ, არამედ თანაგანიცადოთ, მობრძანდეთ და ძალიან ვთქვათ, მობრძანდით იმ განწყობით, რომ ამ სიცილში რაღაც გარკვეული ტალღა, გარკვეული ნაწილი თქვენი ძვირფასი ენერგიის ჩადოთ. ძალიან სასურველი და გასახარელი იქნება. მე იქ ვიქნები, თუ გინდათ მობრძანდით ჩემს გვერდზე ერთად ვიცინოთ. ბატონო? აი, რუსთაველი ვირას. რუსთაველი დაიკეტება პირველი სკოლის შენობიდან პარლამენტი თავისუფლების მოედნამდე. აი ეს მონაკვეთი დაიკეტება 2-დან ალბათ 4-5-მდე, 4 საათამდე და აი ეს, რასაც ჩვენ ვამზადებთ, არის გარკვეული ჯგუფი, რასაც ჩვენ ვამზადებთ, აი იქ მობრძანდით თანა განსაცდელად, არ გეუნებით მობრძანდით სანახავად. აი იქნება ძალიან დიდი ხალისი, ეხლა მოკლედ ჩემ ლექციაში, რასაც ვისაუბრებთ, აი ეხლა ვისაუბრებთ მაგალითად მაგიის კანონზე. ნუ ეხლა მაგია ეხლა იმ თვალსაზრისითავლაპარაკობ, მაგრამ მაინც მაგიის კანონი დაარქვა ოშომ, ამიტომ მაინც აუხსნი რას ნიშნავს. ბატონო? კარნავალის ფორმები თუ უნდა მოვიდნენ. ხო, ძალიან დიდი მადლობა. აი კარგი იქნება რომ ალბათ გესმით რომ კარნავალზე რომ მიბრძანდებით, ეხლა ესე ჩაცმული ხო არ წახვალ კაცია რა. კარნავალზე მიდიხარ საკარნავალო ფორმებით. კარნავალზე. ამიტომ იყო ჩემ დროს ასეთი კარგი სხვადასხვის კარგი ფილმი კარნავალная ночь. ასეთი იყო და მიდიხარ იქ რომ გაცვია რაღაცა, მიღაბი გიკეთია. 1000-ნაირი საკარნავალო აქსესუარები შეგიძლიათ შეიძინოთ არის თბილისში. ან უბრალოდ ადექი და მაისური გადმოატრიალი წინ და უკან რაღაც აი ესეთი ფორმა მიეც რაღაცა სმაილიკი ან ხიარული სახე დახატე და ნებისმიერი ფორმით, ესე იგი ორი რამე აკრძალული ამ კარნავალზე. იკრძალება შავებით მოსვლა, შავი ფერი არა? რა მოდაშია საქართველოში რო იცოდე შავი ფერი? ხო. ეს შავი ფერი ასე ხშირად რო გვაცვია, ეს არ გამოხატავს მარტო გარეგან შავ ფერს, მაგრამ ეს სხვა რაღაცასაც გამოხატავს. ამიტომ შავი ფერი იკრძალება, არ შეიძლება შავი ფერი ჩაიცვათ და მეორე იკრძალება შეკითხვა, რაზე იცინი ხარ. ხო, აი ეს რაზე იცინი ხარ? ეს შეკითხვა არ უნდა დაისვას არც ლინგვისტურად, არც მიმიკით, არც ცივის სახით. Yes.
ხო და ამიტომ და ჩაიცვით კი ბატონო ახლა ყველასა გაქვს სურვილი ყველასა გაქვს მე მგონი რომ აი ერთი გავილაღო რა რო იტყვიან გადასარევი სიტყვა აქვს რა ქართველებს გაილაღეთ რა გაილაღეთ ხალხო აი თავისუფლად მოდის იმ დღეს იქნება ხორხოცი ხითხითი კისკისი ხარხარი რა ვიცი კიდე რა სიტყვა არსებობს აი ემოციის გამოსახატავად ამასაც ვიტყვი და აი კარგია რომ დასა მოიყვან ხოლმე ლექციაზე კარგად გახსენებთ რაღაცებს ხო და კიდევ რა იქნება იცით ძალიან გთხოვთ მოიტანეთ ახალ წელს ალბათ გახსოვთ ახალ წელს როცა მიდიოდით და ისემდი გახსოვთ ბედნიერი ახალი წელი ხო აი ესე მიცემდი ვიღაცა შოკოლადის კამფეტს ან პატარა რაღაცას და კი ეუნებოდი ასეთ კბილად დამიბერდი ამას ჩვენ უბრალოდ ვიტყვით ბედნიერი სიცილის დღე მოიტანეთ რაღაც პატარა კამფეტები შოკოლადები აქსესუარები ბუშტი ნიღაბი ნებისმიერ რაღაცა ყველას აქვს პარტარა სახში ან უბრალოდ სახეჭი რეზინი რამდენიმე ცალი მგონი ყველას შეუულია და როცა ადამიანს გაუცვლით უთხარით ბედნიერი სიცილის დღე ეს ღირს 5 წამის სიცილი ჩემი საღეჭი რეზინი და ის ადამიანი გაიცნობს 5 წამია თქვენ მისცეთ და აი ამ ფორმით გაუზიარეთ უცნობებს და თანაგანიცადეთ აი ეს ენერგია იმიტომ რომ საბოლოოდ ეხლა რა არის საბოლოოდ ყველაფერი არის ენერგია იცით და ეს პოზიტიური ენერგია ხო აი სიხარულს ავრცელებ როგორ ავრცელებ სიხარულს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოხატავი ფორმა ეს არის სიცილი მე ახლა მინდა ცოტა თეორიულად შეგაიარაღოთ ამის მიმართ და მე კიდე გავაგრძელოთ რამე თემა გაჩნდა გავაგრძელოთ აი ეს ჩვენი კარნავალზე საუბარი ასეთი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფიგურა იოგაში იყო პატანჯალი არის პატანჯალის გარეშე არ იქნებოდა არავითარი იოგა სისტემატიზირებული იოგა არსებობდა პატანჯალამდე მაგრამ მან იმდენად დაწვრილებით იმდენად შვენივრად მოიყვანა სისტემაში ეს იოგა რომ არც ვერცერთი სკოლა იოგას რომელიც მსოფლიოში არსებობს მას გვერდს ვერ აუდის რატო ახსენეთ ახლა ეს ადამიანი ოსტატი ჩვენს ცხოვრობდა ჩვენს წელთაღრიცხ სკოლამდე და მას აქვს ძალიან აქტუალური გამონათქვამი მას ძალიან დაწვრილებით აი რატო ასე დიდი გავლენა რომ მოახდინა იმიტომ რომ მან მისტიკა დაუახლოა მეცნიერებას ფაქტიურად ის არის ერთდროულად მისტიკოსიც და პოეტიც და მეცნიერიც აი ესეთი კომბინაცია იყვნენ მისტიკოსები ოსტატები მაგრამ აი ესეთი კომბინაცია რომ ადამიანი იყოს მეცნიერიც პოეტიც და მისტიკოსიც ნამდვილად ძალიან იშვიათია და ეს მოახერხა ამ ადამიანს მისი სახელი იყო მას აქვს რამდენიმე საინტერესო გამონათქვამი პატარა რომელმაც შეუძლია ისეთი ძალა აქვს ამ გამონათქვამს როცა ოსტატი როცა გასხილოსნებული მისტიკოსი ამბობს რაღაცას და თან მოკლე ფორმით ის ამბობს ისეთი სიღრმიდან და ისეთ ენერგიას ატანს მას რომ ამ ენერგიას უნარი აქვს რომ ააფეთქოს თითქმის მთელი
მთელი აი ქმნიან ველს, ისინი ქმნიან თავის გარშემო უზარმაზარ ველს, რომელიც აი ენერგიის ველს, რომელიც მოქმედებს ყველა იმ ადამიანზე, ვიღაც რასაც უდნავ მაინც პატარა ძიების სურვილი გააჩნია. მას აქვს 4 გამონათქვამი და აი ამ 4 გამონათქვამს მინდა ეხლა შევეხო და განვიხილო. პირველი პირველი გამონათქვამია ეს, რომელიც ძალიან აქტუალურია თანამედროვე. მეგობრულობა ბედნიერების მიმართ. ჩანს ძალიან ადვილი და მას არის გამონათქვამი, რომ გონება ხდება მშვიდი, აი ხო ერთ-ერთი ძირითადი რამე რა არის თანამედროვე სოფლიოში, რომ აი დრო აქტუალური გახდა და ადამიანის სტრესია. და დრომ სხვა განზომილება შეიძინა ჩვენს გაგებაში და რადგან ჩვენ ჩქარობთ, აი გონება, აი ადამიანს რა გინ რომ იტკიცო, გინ დასიმშვიდე, ადამიანი კი როგორ იტყვის, ხო, სიმშვიდე მინდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მდგომარეობა ვერ არ განიცადოს. მეგობრულობა ბედნიერების მიმართ. ეხლა თითქოს ადვილია და არა და ერთ-ერთი ყველაზე რთული რამეა. როდესაც ჩვენ დავინახოთ ბედნიერ ადამიანს, რა განცდა გვაქვს? პირველი განცდა მოდის ეჭვი, შური. რომ ეს მდგომარეობა სხვასაა და თქვენ წაგახსოვთ, ჩვენ არა. კი მე ავხსნით რა თქმა უნდა ამას რაციონალიზაციას გავუკეთებთ რა ლოგიკურ ახსნას მოუძებდით, მაგრამ პირველი ადამიანმა შეიძლება არა როგორ გახარებ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა განცდა, რომ როცა ადამიანი ბედნიერია, მას მიმართ ჩვენ არ განვიცდით მეგობრულობას. როგორც კი ჩვენ მეგობრულობას განვიცდით, რა თვისება აქვს პოზიტიურ ენერგიას. როგორც კი ჩვენ მეგობრულობას განვიცდით ბედნიერების მიმართ, ის ბედნიერება გადმოდის ჩვენზეც. მაგალითად, დაინახეთ პატარა ბავშვი, ხო? პატარა ბავშვი ყოველას გინახია. ღია და ცოცხალია და მის მიმართ ჩვენ არაფერი შური არ გვემართება. სწორედ იმიტოა, რომ ის მდგომარეობა გარკვეულად გადმოდის ჩვენზე. ასე გვიყარია, ასეთ კაი დასანახია. მიზეზი იქ არ არის, მიზეზი ყოველთვის ჩვენშია. ჩვენში ტივტივდება ეს მდგომარეობა, ჩვენში რადგან ბავშვს უჩნდება ეს გაცოცხლების უნარი, გაცოცხლების საშუალება და ჩვენ ღია ვართ ბავშვის მიმართ. ამიტომ ეს მდგომარეობა ჩვენს გვეუფლება. ეხლა შევხედოთ, როცა ადამიანი ბედნიერია, ჩვენ თუ მის მიმართ მეგობრულები ვართ, ეს მდგომარეობა ჩვენ მაშინვე გვეუფლება, იმ ადამიანს შეიძლება არც უნდოდეს გააზიაროს თავისი მდგომარეობა ჩვენთან. შეიძლება არა შეცდომას ადამიანი მეგობრული, ის თავისთვის ბედნიერია და არ უნდა ეს გაგიძიოს, მაგრამ აი აქ იწყება პოზიტიური ენერგიის მისტერია, პოზიტიური ენერგიის აი მისტერია გააჩნია, რომ იმ ადამიანს უნდა თუ არ უნდა თქვენი მეგობრულობა არის გადამწყვეტი. თქვენი მეგობრულობა არის გადამწყვეტი, რომ აი ის ენერგია თქვენზეც გადმოვიდეს. ხოლო ჩვენი მეგობრულობა. და აი ეს მეგობრული განცდა.
უბრალოდ საკმარისია ჩვენ ვიყოთ ღია იმის მიმართ და ეს მეორე გამონათქვამია ასეთი თანაგრძნობა უმწეოს მიმართ. რა ხდება? როცა ადამიანი ოიუმწეო, ჩვენ ვართ მეგობრული. მაგრამ მეგობრულობა ჩვენ ზედა ხელს გვაძლევს. გვაძლევს შანსს, რომ ვიღაცას თანაუგრძნოთ. და ამით ჩვენ ეგოს გრატიფიცირება გავუკეთებთ. როცა ადამიანი ბედნიერია, ის ჩვენ ამის შანსს არ გვაძლევს. არ გვაძლევს ამის შანსს. როცა ადამიანი უმწეოა, საცოდავია, ჩვენ ხდებით მეგობრული. მაგრამ მიდგომა ისევ არასწორია. თანაგრძნობა სწორი მიდგომა უმწეოს მიმართ. მაგრამ არა მეგობრულობა. მეგობრულობა რას ნიშნავს? ვიღაცა ტირის, ვიღაცა გაიც უმწეოა. ჩემი მიხვედი იმის გვერდზე ტირი დაიწყე. ითი ახმარება. მეგობრულობა გაძლევს იგივე მდგომარეობის განცდის საშუალებას. მეგობრულობა ბედნიერების მიმართაა კარგი, მაშინ შენ განცდი ადამიანის მდგომარეობას, მაგრამ უმწეობის მიმართ თანაგრძნობა ნიშნავს იმ მომენტში შენ მთლიანად გააცნობიერებს ადამიანს, ვერაცნობიერებს ნეგატიურ მდგომარეობაში. შენ პოზიტიურ მდგომარეობაში ყოფნა მთლიანად გააცნობიერებ რითი შეიძლება დახმარება და ეს გადაიყვანე მოქმედებაში. აი ეს ემოციები არ უნდა აგვერდეს, ძალიან მნიშვნელოვანია სხვაში. მესამე გამონათქვამი სიხარული სიგეთის მიმართ. რა ხდება? ვიღაცა საუბრობს, ვიღაცა რაღაცას ამბობს, აიცი ის ადამიანი კარგი ადამიანია. მაშინვე ჩვენს ფსიქოლოგიაში ვცდილობთ, რომ მოუნახოთ ჩვენ იმ ადამიანს, რომ ის არ არის კარგი. არა, იცი რა, მე ვიცი, რომ ის არ არის კარგი, აი მან ისქნა, ამან ესქნა, და ეს ისე სწრაფად ხდება, ეს ისე გრძნობიერად, ისე უცებ ვაგდებთ ადამიანს, ხო? ადამიანმა შეიძლება მართლაც ქნა, შეიძლება არ მართლა. აქ ლაპარაკი იმ ადამიანს სულაც არ არის. ლაპარაკი აქ არის ჩვენზე. ჩვენ როგორ გამოვხდით? რას გვაძლევს ჩვენი მიდგომა, რომ ადამიანს მაშინვე დავლავაგებთ? რას ვაკეთებთ, იცი? ჩვენ ვხვდებით ექსპერტები ნეგატიურში. და როცა ნეგატიურის ექსპერტი ხდება ადამიანი, ის სიხარულისთვის იკეთება. ესე იგი, თქვენ რომ გამორიცხათ, რომ აი იმ ადამიანმა ვიღაცას კარგი გაუკეთა, არა იცი, კარგი კი არ გაუკეთა, იმას თავისი ანგარული მიზნები ჰქონდა და ეს. და როცა აი ესე რო იტყვია, ზუსტად ხედავთ ნეგატიურს, რომ ადამიანი აღას ჩვენ ამითი იმას კი არ ვაკეთებთ, რომ ჩვენ ვამტკიცებთ რა ჭკვიანები, არა, ჩვენ თავს კეტავთ დადებითის მიმართ. სიკეთე, ესე იგი შეუძლებელი ხდება, საერთოდ კი ჩვენთვის ხდება სიკეთე შეუძლებელი. და მე უკვე ავტკიცებ, რომ არა, მე თქვენ რა თქმა უნდა ძალიან ზუსტად დაადგენთ, აი რატო გააკეთეთ ეს, რატო გააკეთა იმან ეს, რატო ეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ნეგატიურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ჩვენ თავში, ჩვენ ნაჭრში ხდებით კრიტიკოსები, ექსპერტები ნეგატიურის.
და საბოლოოდ ზარალდებით ჩვენ თვითონ. აი ეს რა უნდა გაცნობიერდეს, რომ პოზიტიური ენერგია არავისთვის არის კარგი, ის რომ მე პოზიტივს გავცეთ კარგს უზავ. ვერავის ვერ უზავ კარგს, პირველი ეს არის ჩვენთვის. ზუსტად გადაიტანეთ საკვებზე. თქვენ თუ შეჭამთ კარგ საკვებს, ვინმეს რამეს კარგს უზავს, ვერავის კარგს ვერ უზავ. შენ უზავ პირველ რიგში შენ თავს კარგს. და მეოთხე უგრილობა ბოროტების მიმართ. როცა ბოროტებას გავიგებთ, რა ემოცია გაუგრა, აი მაშინე ფაქტიურად რა ხდება, იცი? ჩვენ ხდებით იგივე მდგომარეობაში. ვიღაცა არის ბოროტი. ჩვენ გვინდა რომ ბოროტება აღარ იყოს. უგრილობა არის ერთადერთი სწორი მიდგომა, თუმცა ჩანს ძალიან მკაცრი, ხო, როგორც ადამიანი ბოროტია და შენ კიდე რაც გინდა გააკეთე და ესეთი არის. ეხლა მაგალითად აი ბოლო მეცნიერულმა მიდგომებმა, როგორც თქვით აი ეხლა დიპაკ ჩოპრა, გრეგ ბრენდონი არის რამდენიმე მეცნიერი, რომელიც ცდილობს რომ დააკავშიროს მეცნიერება და სულიერება. მეცნიერება გადაიყვანოს ფაქიზი მატერიაში, რომ ფაქიზი მატერია დაამიწოს, რომ ეს აღარ არის უკვე ის, რომ შენ ბრმად წამდეს, კრიტიკული გონება მისასალმებელია. მისასალმებელია, იმიტომ რომ ეხლა ფაქტიურად უკვე დაფიქსირდა ყველაფრის დანახვა შეიძლება და ამიტომ მან გააკეთა ასეთი ცდა გრეგ ბრენდონმა გააკეთა. თვითონ იყო ერთ ოთახში, უბრალოდ გააკეთეს ამერიკის ჯარში, ერთ ოთახში ჩაატარეს ასეთი. პიროვნება იჯდა აქ, მეორე ოთახში იყო მისი DNM. DNM იცით ალბათ რა არის? თმა, თქვენი რომელიმე ნაწილი, სხეულის ნაწილი, ან ჭილი, ან კანი, ან თმა, ნებისმიერი რაღაცა, რასაც ჩვენი DNM გააჩნია, მეორე ოთახში იყო. როდესაც ეს ადამიანი ამ ოთახში იყო დადებით მდგომარეობაში, კარგ მდგომარეობაში, რა ხდებოდა? იმიტომ რომ ეს ენერგია ცოტა რთული დასაფიქსირებელია და რა ხდებოდა? მისი DNM იცით ალბათ გინახიათ, აი ესეთი ფორმა, აი ესეთი და ისინი გადაჭრილი არიან ერთად DNM ფართოვდებოდა მის DNM და როცა ის იყო ნეგატიურ მდგომარეობაში, იკუმშებოდა. ეს ფიქსირდებოდა ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ, როცა ადამიანი იყო დადებით ან უარყოფით მდგომარეობაში. ეხლა იფიქრეს, რომ შეიძლება ძალიან ახლოს რადგან ვართ და წაიღეს მისი DNM 50 მილის დაშორებით. 50 მილის დაშორებით ზუსტად იგივე მომენტში, როცა ადამიანი იყო დადებითი, მისი DNM ფართოვდებოდა და როცა ადამიანი იყო უარყოფით მდგომარეობაში, იკუმშებოდა. ეს დაფიქსირდა მეცნიერულად. და ერთი საინტერესო მოვლენა იყო ის, რომ არავითარი დროის ინტერვალი არ გააჩნდა, არ გაფართოება. როგორც კი აქ ადამიანი დადებითია, ის ყოველგვარი დროის ინტერვალი გარეშე მაშინ ხდება და აი მაშინ დაიწყეს. ჩვენ შეიძლება ეს ველი, რომელიც არის დროისა და სივრცის მიღმა, ვერ დავაფიქსიროთ,
მაგრამ დავაფიქსიროთ ეს შედეგი, იმიტომ რომ სხვანაირად რომ უნდა ახსნა, რომ 50 მილზე თქვენი DNM-ი მოქმედებს განისთვის ზუსტად იმ მდგომარეობას, რაც თქვენ გაგაჩნიათ. და ის სწორედ რადგან ასე ხდება, აი ახლა შეხედეთ რა ხდება. საინტერესო. ჩვენ აი ახლა მე ახლა ვარ, მაინც შეიძლება მე ვცდილობ ძალიან, რა თქმა უნდა, მოვედი დავივარცხნები ის ყველა არ დავტოვ, მაგრამ მაინც რჩება DNM-ი. ამიტომ სადაც ხართ, რა განწყობად გეუფლებათ, აი სადაც არის ჩვენი DNM, მაგალითად, უფრო მეტად ჩვენ სახლში და სადაც შეიძლება დავდივართ, ხო? მაშინვე აი ეს ველი ზემოქმედებას განის, ის DNM-ი ვიბრირებს ამ ენერგიით. და აი მაშინ უფრო ხვდებით, რატო გვეუბნებიან ასეთი ოსტატები, გასხიოსნებული ოსტატები, რომ როცა არის ომი, ტერორიზმი, ნეგატიურობა, მას მოებდით. რატო გეუბნებიან, რომ გაავრცელე სიყვარული, სიხარული, ზეიმი, დღესასწაული. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი DNM-ი ყველგან არის ყველასი. და როცა ამას ავრცელებს, და უშუალოდ პირდაპირ თქვა, რომ ეს გაცილებით უფრო ძლიერი იერარქია, ვიდრე ატომური ენერგია. ნუ შეიძლება ზოგიერთი სკეპტიკურად განაცხადოს, როგორ ახლა ატომური იერარქია ასეთი ძლიერი აფექტება ყველაფერს დაანგრევს და აი ეხლა უკვე მეცნიერულად დამტკიცა, რატო ამბობენ ისინი ამას. რომ სადაც არ ხართ, წარმოიდგინეთ, იმ მომენტში ყოველგვარი დროის ინტერვალის გარეშე ის DNM-ი, თქვენი DNM-ი, ჩვენი DNM-ი ვიბრირებს იმ ენერგიით, იმ ვიბრაციით, რა მდგომარეობა ჩვენ აი ამ მომენტში გვაქვს. და აი ამაში ხვდებით, რა მნიშვნელოვანია, რომ რატო უნდა გავავრცელოთ აი ესეთი მიდგომა. ამიტომ ახლა რომ მარტო თეორიულად არ დარჩეს ეს ჩვენი მიდგომა, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ განვეწყოთ პოზიტიურად, და შემდეგი ერთი წუთის მანძილზე რა ვქნათ, მეგობრებო? მე სურვილი მაქვს, რომ ერთმანეთს ძალიან კარგი ორი ემოცია არსებობს, მეგობრულობა და ხალისი. ეს არის ძალიან კარგი მიდგომა. ერთმანეთს ირგვლივ შევხედოთ მეგობრულად. სასაცილო გახდა, იმიტომ რომ აი, ვიღაცას გაუხარდა კიდე უკვე უზარმაზარი ტალღა გაავრცელა, ძალიან ერთმანეთს მეგობრულად შევხედოთ, მეგობრულად, აი ხავსენი რატო ეს ძალიან კარგი, შევხედოთ მეგობრულად და ხალისიანად. შეხედეთ ერთმანეთს მეგობრულად ხალისიანად. მეგობრულად და ხალისიანად. აი როგორ ხალის ფიგურება ისა. მეგობრულად და ხალისიანად. მეგობრულად და ხალისიანად მეგობრებო. ვიღაცა უკვე ძალიან ხალისიანად. ეგეც მისასალმებელია. ეგეც ძალიან მისასალმებელია, რომ აი ხალისია. აბა ეხლა თქვენ მე შევხედე და მე თქვენ შევხედავ. What a შორის. რატომ ასეთი? აი იქნება ახლოს რომ ხმარ ვიცი როგორ იქნება ძალიან შორს ხარდა. What a შორის აი რატოა ასე კარგი ხალისი. აი სიცილი მაგალითად უფრო დაწვრილებით გეტყვით, იმიტომ რომ მაინც ახლა გარნავალს ვამზადებთ.
დღეიდან შემდეგი რამდენიმე დღე შეგიძლიათ იცურაოთ, იბანაოთ ამ ენერგიაში და ეხლა გეტყვით. ამ სიცილის კარნავალს, რომელიც მოხდება სამში გვერდს უმაგრებს, ხვალ კორტიარტ მარიოტში 6 საათზე არის სიცილისა და პოზიტიური აზროვნების კონფერენცია. სადაც მეც ერთ-ერთი მომხსენებელი ვარ. ძალიან საინტერესო კონფერენცია და შემდეგ იმის შემდეგ ისევ კორტიარტ მარიოტში კორტიარტ მარიოტში შემდეგ ტარდება ტრეინინგი 4-ში, 5-ში, 6-ში, 7-ში საღამოობით, ისე მე ვატარებ ამ ტრეინინგს. და სამში კი როგორც მოგახსენეთ ეს არის მთავარი მოვლენა სიცილის კარნავალი და რა ხდება? სიცილი, როდესაც ჩვენი ვიცინი ვართ, კარგია სხეულისთვის. ვიცით რატომცაა კარგი, ან კიდევ ახლა მოკლედ ავხსნი რატო არ კარგი, იმიტომ რომ ის გამოყოფს ენდორფინი, ენდორფინი ზოგადად ვიცით რა არის. ეს ბედნიერების ელემენტი, ასეც უწოდებენ. მაგრამ რამდენიმე ფუნქციონირება აქვს მათ, რომელიც სხვადასხვა საინტერესო. ერთ-ერთი ფუნქცია გააჩნია ტკივილის გამახუჩებელია. აი ტკივილს ახუჩებს. როდესაც რამე ტკივათ, მართალია ახლა ბოლო რაღაცა რაც გინდათ გახსენდება სიცილია. ეს უარ გახსენდება ხომ ტკივა და რატო სიცილია. ხო, მაგრამ თუ მოახერხეთ თუ მოახერხეთ ტკივილი გაცილებით უფრო მალე გაგიყუჩდებათ. გამოიყოფა 27%-ით მეტი ტკივილ გამახუჩებელი საშუალება სხეულიდან. ბავშვებს ჩაატარებული მაქვს სემინარი ერთ-ერთ კომპანიაში. კაც კბილით კიო და მოვიდა სანახავად, 9 საათიანი სემინარი გაიარა და აიყო ეს კი არაფერი სასწაული არ არის, უბრალოდ როცა იცინი ხარ 27%-ით მეტი გამახუჩებელი საშუალება გამოიყოფა. სტრესი, როგორც ვიცით, რას უშვება ადამიანს სტრესი თანამედროვე მსოფლიოში და სიცილი რას უშვება ამ დროს? ამ სტრესს დააბლაძებს. სტრესს თავისებური ქიმიური ელემენტი გააჩნია, იცით რაც გამოიყოფა სტრესის დროს, არის ასეთი ჯირკვლები, ადრენალინის ჯირკვლებიდან გამოიყოფა კორტიზოლი. ეს იყო მაშინ, როცა ცხოვრობდით ჯუნგლებში, როცა ჩვენი გადარჩენა ორ რამეზე იყო დამოკიდებული. უბრალოდ სხეულის სიძლიერეზე. ესეთი ტერმინოლოგიაც არსებობს fight or flee. ან იბრძოლე, ან გაიქეცი. ან უნდა იბრძოლო, ან ორივე შემთხვევაში მეტი ენერგია გჭირდებოდა, ამიტომ ჩვენი მოგრძო, აქ ძუნტოვარს ასეთი ტვინი გვაქვს, reptile brains ეწოდება, რომელიც სუფთად გადარჩენაზეა ორიენტირებული, მაგრამ საინტერესო მომენტი ის არის, რომ სტრესის დროს ადამიანი ხდება ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ არა ინტელექტუალურად. ბუნებას არ ქონდა გათვლილი, რომ ადამიანი უფრო როიტყვიან გამჭრიახი გონების გამხდარ იყოს სტრესის დროს. სწორედ ამასაა რომ ვეუბნები, როცა სემინარს ვატარებ კომპანიებში, სწორედ ამას ვეუბნები. იმიტომ რომ როცა დიდი მიტინგი გაიგე, იქ რო არის უფროსი, ბოსი, ორგანიზატორი, მენეჯერი, ვინც აკეთებს ამ მიტინგს, რომ ეხლა ვიღაცა ელოდება რომ მას გააგდებენ, ვიღაცა ელოდება რომ მას პანგურს ამოკრავენ და აქვეითებენ 1000 რაღაცა და კანკალის ადამიანი. და ამ დროს, ამ მდგომარეობაში შენ გაგდებს უფროსი და შემდეგ თხოვს მიტინგზე, რომ კარგი იდეა წამოაყენე, მეტი შემოსავალი კონდეს კომპანიას. როგორ უნდა წამოაყენო? ფიზიკური ნიადაგი არ გააჩნია გონებას, რომ კარგი იდეა დაებადოს. თვითონ გაგდებს რომ ნეგატიურ მდგომარეობაში და მე გეუბნება რომ კარგი იყო. რა ხდება? როდესაც სტრესში ხართ, აქტიურებას განიცდის, აი ეს უკანა ნაწილი, როგორც ვთქვი, reptile brain და
კარგი აზროვნება იბადება მხოლოდ აქ. ეგრე წოდებულია ნეოკონამხარეს, იმიტომ რომ ის ხარია აქტივირებული. ამიტომ ნიადაგი იმისა, რომ კარგი აზრი მოგივიდეთ, ნაკლებია. რაღაც აზრი რა თქმა უნდა მოგივათ. მაგრამ ნიადაგი არ არის იმისი, ფიზიკური ნიადაგი უამრავად. სისხლია და მოგდებული. უკანა აქვს, სტრესია წასული სისხლში. ამიტომ რაღაც ას მიაწვით, მაგრამ არ იქნება საუკეთესო. ამიტომ სწორედ ამას ვეუბნები მენეჯერებს, რომ როცა დიდი მიტინგი ვაკანკალებთ ხალხს, შეკრიბეთ ხალხი და 15 წუთი იცინეთ. დიდი მიტინგის წინ და მერე შეადარე, როდესაც სტრესში ჩააგდე ხალხი, როგორი შემოსავალი ქონდა კომპანიას და როცა სიხარული განიცადეთ, სიცილი განიცადეთ, როგორი შემოსავალი ქონდა კომპანიას. მე მაქვს ჩატარებული Deutsche Bank-ში. 12000 ევროთი მეტი შემოსავალი მიიღეს იმ შუადღეს. სვადაშორის. და ეგ ვერ დაიჯერეს, როგორ შეიძლებოდა. მაგრამ ესეა. რა ხდება? იმიტომ რომ შენ ხედავ, რომ როდესაც დადებით ემოციაზე ხარ, გაცილებით უკეთესად აზროვნებ. შეიძლება კომპანიის უფრო შენი კარგად ყოფნა, შენი სიხარული იმდენად არ აინტერესებს. იმას აინტერესებს ერთი რამე, ის აინტერესებს შემოსავალი. იმას უნდა ფული. მაგრამ შეხედა რომ თუმე პოზიტიურობა მომგებიანია. ხოდა აი ესა ერთ-ერთი ძალიან კარგი რომ უკვე დიდი კომპანიები ვიხდნენ რომ პოზიტიურობა რა შემოსავლიანია თურმე. თუმცა მე არის პოზიტიურობა შეიძლება არ მაინტერესებს ხოლმე შემოსავალი. და აი ამიტომაა რომ ასე გავრცელდა, ეხლა ასე მასიურად გავრცელდა, ასე მასიურად მოთხოვნილებაშია პოზიტიური ფსიქოლოგიის მასწავლებლები, პოზიტიურობა ასე ფასობს და რა უჭირს, რატო უჭირს ეხლა კომპანიის მენეჯერს, მე მაგალითად როცა გამიკეთებია, 100 შემთხვევაში 8-ჯერ იქ თანამონაწილეობა არ განუცდია კომპანიის უფროს, რატო? იმიტომ რომ მას ეკარგება საკუთარი სტატუსის, საკუთარი თანამდებობის შეგრძნება და ორი რაღაც არის დედამიწაზე, რაც ყველას და ყველაფერს ათანაბრდეს. ერთი არის სიკვდილი და მეორე არის სიცილი. როცა მოგდებით ყველა გავთანაბრდებით. ხოდა, როცა გავიცინებთ, როგორ იცი? როცა გავიცინებთ, ასევე აბსოლუტურად ყველა თანაბარი ვართ. ვინ არის უფროსი, ვინ არის ბოსი, ვინ არის მენეჯერი, ვინა ხელქვეითი, ვინა მდიდარი, ვინა შავი, ვინა ქართველი, ვინა გერმანელი. ყველაფერი თანაბრდება. და აი ამის გათანაბრება ცოტა უჭირდა. თორემ აი ამ საკუთარ თავში ახლა ჭკვიანი თუა მენეჯერი ამას უნდა მიხდეს, რომ ამას უნდა გადახდეს თუ მართლა კომპანიის კეთილდღეობა აინტერესებს. მაგრამ ხანდახან ეხლა უფრო მომრავლდა, რომ ამის გაცნობიერება უფრო მასიურად მოხდა. გარდა იმისა რა ხდება, იცით? გარდა იმისა რა ხდება? თქვენ რომ იცინი ხართ, ეს ისეთი მშვენიერ მდგომარეობაში აგდებს გულს, რომ თურმე სიცილი ყოფილა ზარბაცებისთვის. ვისაც ალბათ გინახიათ რომ დილას ხალხი დარბის. ეხლა ყოველთვის უყურებ, ერთხელ მოდი და მეც გავიქცევი და მიუხედავ ჩემ თავს რა. მაგრამ სიცილი თურმე ზარბაცებისთვისაა, ვისაც ეზარდება დილით სირბილი, რატომ? იმიტომ რომ 15 წუთი სიცილი ზუსტად იგივე დადებით თვისებებს აძლევს გულს, რა 15 წუთი ველოსიპედიციალური 15 წუთი სირბილი და 15 წუთი აი წახვალ გამაჯასაღებელ ცენტრში და აწევთ სიმძიმეებს. აი ზუსტად იგივეა გულისთვის. რა ხდება? სიცილის რო 300-ზე მეტი კუნთი განიცდის აქტიურობა, 300-ზე მეტი კუნთი. წარმოიდგინე 300-ზე. ორგაზში იცით რამდენი მონაწილეობს? როგორ ჩაიცინეს? მხოლოდ 160. ორგაზში 160, სიცილში 300. წარმოიდგინე ერთად როცა და რა მოხდება?
რა გონია, ჩემ მეუღლესთან მეც კი არაფერს ვაკეთებ. ხალხთან მეზობლები გვეუბნებია, კაცო, რაღაცა უცნაური ხმები ისმისო. ხო, გადავაბით მეთქი, გადავაბით. ცადეთ, ეს რასაც გეუბნებით. ეს რასაც გეუბნებება, თუ დამიჯერეთ, რაც მინდა, ახლა დაჯერება და თუ ვიღაცა ეთქვის, თუ დაიჯერეთ. ეს არის ექსპერიმენტულია. ცადეთ. და თუ არ გაამართლა, მე აქა ვარ, მაგნო შავია Facebook-ში მომწერეთ. უცადე, კარგად და არ გაამართლა. ცადე და რაღაცა კი ვიგრძენ, მაგრამ აი ცად. ხო, აი ესია, სხვა შორის სიმართლეა. კიდევ იყო ერთი შემთხვევა, როგორც მსოფლიოში გახდა ცნობილი, ერთი შემთხვევა იყო ასეთი. ადამიანს დანგრეული ჰქონდა ღვიძლი, ეხლა მოგიგებთ გარკვეულ მაგალითებს და გული ძალიან სუსტ მოვარგეობაში. ეს იყო შენ დროს გამოდიოდა საბჭოთა კავშირის დროს ნაუკაი რელიგია, ასეთი ჟურნალი იყო და აიქ ეწერა სხვათა შორის ეს 70-იან წლებში როცა კომუნისტები. და რა ხნა ამ ადამიანმა? გაუშვეს საავადმყოფოდან, წადი რა. ვერაფერს ვერ გიშობ, წადი და რო იტყვიან გარდაიცვალე. ეს ადამიანი არ წავიდა, მაგრამ არ გარდაიცვალა. რა ხნა ამ ადამიანმა? წავიდა ვიდეოთეკაში, იყიდა ასობით კომედიის ფილმი ასობით და დღეში 6 საათი, 3 საათი, აი როგორც მოუყურებს არა რაღაცას. მაგალითად, ვიღაც 3 საათი უკაცრავ, 3 ფილმი 6 საათი გამოდის დღეში, 6 საათი. და როგორც როცა ვიღაცა სამუშაოზე მიდის ან ვიღაცა მედიტაციას არის თვალებს დახუჭავდა. აი ესე სისტემატურად დღეში 6 საათის მანძილზე უყურებდა კომედიურ ფილმებს. 3 თვის მანძილზე. ამ 3 თვეში მოახერხა რომ არ გარდაიცვალა. დრო დაბრუნდა 3 თვის მერე საავადმყოფოში. ექიმებმა ვერ დაიჭერეს. აი ღვიძლი იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი და გული იყო ძალიან კარგ მდგომარეობაში. ღვიძლი და გული. ვერ დაიჭერე, შენ ახლა რაღაცა გამოცვალე, რაღაცა ისქენი. რეპლეისი გავუკეთე. ხო და აი რას აძლევს? ახლა ნუ დაველოდებით, მანდავე სამ სიკვდილის, აი ახლა თუ სიკვდილი დამიმკვიდრება, მაშინ გავიცინებ. არა, ისეც კარგია სიკვდილი. ხო? ახლა აუცილებელი არაა რომ რაღაც გამომწვევ რთულ სიტუაციას დაველოდოთ, რომ მაშინ მოვახდინოთ ეს აქტიურობა. სხვაშორით ჩემთან ტრეინინგზე ერთ შვეიცარიაში ერთი ამერიკელი ხალი იყო, კერდის კიბე ჰქონდა, 5 წელია ვიცი იყო, ქიმი არ გამიკეთებიაო. რა ზეცი? მეთქი სამმაის დღეს კი არა. ხოდა კერდის კიბე ჰქონდა ეხლა. ვიცინი ვარო ახლა სხვა რამეს რასაკეთებ არ ვიცი, არ ვთქვია, მაგრამ ვიცინი ვარო 5 წელიაო ვიცინი ვარო და იბო აღარა მაქვს, ბედნიერი იყო. გარდა იმისა, ხელს უწყობს, მშვენივრად უწყობს ხელს სისხლის ცირკულაციას. აი ვისაც სისხლის ცირკულაციის პრობლემა გაქვთ. მოკლედ გეტყვით. ვენებს გააჩნიათ შიგა ზედაპირის სპეციფიური სახელი აქვს, ასე ეძახიან, ასე ტერმინო ენდოთელიუმი. იმ ენდოთელიუმს აწესრიგებს, ერთ ხაზზე აყენებს, ესე იგი, სისხლი უფრო კარგად და აქტიურად მოძრაობს სხეულში. იმუნური სისტემა ძლიერდება 28%. ეხლა თქვენ გითხავთ, კაცო, რომ დაგვაყარეს ერთი ამბავიო, როდის ხდება ესაო?
ეს ხდება ზუსტად 9 საათის სიცილის მერე. და ჩვენ კიდე რამდენს ვიცინი ვართ? 2-3. ო? ოჩა. მაქსიმუმი ეს არის 5 წუთი. როგორ ვიცინი ვართ? სამწუხაროდ ასეთ ღვთაებრივ საჩუქარს, რაც არის სიცილი. ეს სიცილი საიდან მოდის? სიცილი მოდის ჩვენი უღრმესი არსიდან, ეს მოდის სულიდან. იმიტომ რომ არსი არის სიხარული. ეს მოდის იქიდან მოწანწკარებს. ამიტომ ყველა ქვედადონეს ფიზიკურს, ემოციურს, მენტალურს წმინდავს. და რას ვამბობ? აი ასე ცილეს რო იცინი ვარ და მე ეხლა ხანდახან მეუნებია, აი მაგნო იცი რა შენ გითხარი რომ აი ეს მე ეს მტკივა და ესეც მტკივა და სიცილი კი მხიარული ადამიანი. არ ვიცინი ვარ საკმარისი. როგორ ვიცინი ვარ? ვიღაცამ რაღაცა თქვა. გავაკონტროლეთ. არც ეხება თქო ჩვენი სცილი არავითარ ემოციას. how are you? თითქოს აი წელს ხო, ზეით არსებობს, თითქოს წელს ზეით არ ვარსებობს, არ ჩამის. დაივიწყეთ მუცელი, ნამდვილი ხარხარი, ხორხო. ხო, გულიდანაც კი აღარ ვიცინი ვარ, ვინ ლაპარაკობს მუცელზე, ხო და. აი ესია და ეხლა ექიმთან რომ მიდიხართ, ეხლა რო ავიღოთ ისე მეცნიერულად, მე არაფერს არ ვამბობ ისეთ, რადგან აი ბრმად წმენას მოითხოვს, სულ ვაცნობ მეცნიერულად, იგივე მეცნიერული, ვცდილობ მეცნიერული მაგალითები მოვიყვანო. ექიმთან რომ მიდიხართ, ექიმმა მითხრა დილას 3 ტაბლეტი, საღამოს 2 ტაბლეტი და ექიმს ეკამათებია, არა იცი რა, ექიმო, დილას 3 ტაბლეტი არ მაწყობს. ერთს დანდაბას დაგილევ და საღამოს კიდე, ხო, ერთსაც მივაღოლებ. შეკაი კაცო ექიმი გეუბნება, რაღაც მოდიხარ ჩემთან. ხო და ლაპარაკი იმაზეა, რომ ექიმმა გითხრათ, ჩვენ ვენდობი და სვამ ზუსტად ისეთ. აი ზუსტად ესეთია, აი იმას გეუბნებით ეხლა. აი ეხლა რომ ვახსენე ტვინის გამოკვლევა, brain research. ნახეს რომ 9 საათის სიცილის შემდეგ გამოიყოფა ეს ელემენტები ეხლა სათითაოდ არ მინდა რომ ვახსენო ეს უცხო სიტყვები ენდორფინი, სეროტონინი, დოპამინი, ოქსიტოცინი გადასალევი ნივთიერებაა ინტიმურობის განცდას გაძლევს. როცა ჩაეხვევით ადამიანს, ხო? აი აქ განვითარდა ეხლა საკმაოდ საინტერესო მოძრაობა, პოზიტივები ქვია. რას აკეთებენ ეს პოზიტივები? ცით? ერთმანეთს რომ შეხვდებით, ჩაეხვევიან. აი ესე და უნდა ჩაეხვიოთ გარკვეული დაახლოებით 15-20 წამი და გამოიყოფა ოქსიტოცინი. ძალიან კარგია ორგანიზმისთვის ეს ჩახუტება და ეს ინტიმურობის განცდას გაძლევთ. აი ეს სულ მეცნიერული რაც ვახსენე. უფრო ხანძილეო, ნუ ვიტყვი შეკაცხა. მოიდგინე. რა იქნება? რო ეხუტები სულ. რა კარგი რამეა. ამიტომ აი ეს ფაქტიურად უკვე აღმოაჩინა მეცნიერება. ამიტომ ვამბობ რომ დაიცინეთ, ჩავეხუტოთ ერთმანეთს. ძალიან ჯანმრთელობაა ორივესთვის. საცალკე ერთ-ერთი ადამიანი ჩაეხუტებიან და უცებ კარგად არიან. კი, ძალიან კარგია. ხო და აი ეს მაგალითად ძალიან სასარგებლოა. აი ეს ელემენტები სულ ყველა გამოიყოფა 9 საათიანი სიცილის მერე. ამიტომ თუ 4-5 წუთი ვიცინე ხარ ის საკმარა. 9 საათი არ ვამბობ ერთჯერზე, შეიძლება იყოს დილას 10 წუთი, შუადღეზე 15, მე საღამოს 5. ეხლა რომ შევეშვათ, სხვა რამე, გაგიათ ალბათ ძენი, ხო? აი ძენი და ეხლა პოპულარული გახდა ძენი. ძენში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რა იყო, იცით, მონასტრებში. დილად ბერებს უნდა გაეღვიძათ სიცილით და დაეძინათ სიცილით. ყველა აღმოაჩინეს ძენის ოსტატებმა, რომ ყველაზეძლიერად ეხმარება მათ მედიტაციურობას. როცა მაგალითად ვიღაცას გინდა თავხსნათ მედიტაცია, რა არის და თქვენ მოიხმართ შვენიერ სიტყვებს და აუხსნით და ერთად ბავშვი ხართ 10 წუთი უხსენით. და მეორე რამე ცადეთ. ვიღაცა გეკითხება 10 წუთი იცინეთ იმ ადამიანთან და 10 წუთის მერე უთხარი. თვალები დახუჭე. 10 წუთის მერე იმ ადამიანს თვალების დახუჭვა ეს იამოვნება. და აი ეს იქნება ნამდვილი
თანაგანცდა, ნამდვილი დახმარება. ის კი არა რომ შენ ინტელექტუალური ბაგაჟი თავს ეც რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მედიტაცია განცდა და არა ინტელექტუალური კონცეფცია. და თუ განცდა ოდნავ მაინც გინდა მიცე ადამიანს, როცა ადამიანი მართლა გულით გეკითხება. იცინი 10 წუთი და ახუჩინე თვალები. ნახეთ მე როგორ ესიამოვნოს, უი თვალები ბუნებრივად მოხდა რა კარგია სიმშვიდე. აი ეს მდგომარეობა განსაცდელია. გარდა იმისა, რას გვაძლევს კიდე აი სიცილიცით, თავისუფლებას გვაძლევს. ეხლა სიყვარულში რო ჩავარდებით, ხო კარგია რა, გულში რა კარგია, შეყვარებული ვარ. და განიცდით მდიდებულად და რა კარგია და სასიამოვნო განცდა. და დადიხართ რამდენიმე თვე თვალივით, ხო? ესე დავდივარ. მაგრამ რამდენიმე თვის მერე რაღაც წდება და რა ხდება? უცებ ვეღარ განიცდი შენ ამ გრძნობას. რაში იყო საქმე, როცა სიყვარულში ხართ, არის ესე დამტკიცდა და გამოიყოფა სპეციალური ჰორმონი, ქვია სეროტონინი და ეს სეროტონის ერთ-ერთი კარგი თვისება რა იცი, გათრობს. თვრალი ხარ. ამიტომ სიყვარულში რო ხარ, გატენილი ხარ სეროტონინები და ესე დადიხარ, მაგრამ რა ხდება რამდენიმე თვის მერე, იცით? თურმე ის ხდება, რომ ორგანიზმი ამდენ სიმთვრალეს ვერ უძლებს და წყვიტავს სეროტონინების გამოყოფას. ამიტომ თქვენ ვიცით რა ჩემმა დიდმა სიყვარულმა გაიარა, დამთავრდა ჩემი დიდი სიყვარული. არაფერს არ დამთავრებულა, უბრალოდ სეროტონინების გამოყოფა შეწყდა. და უცებ მე არ ვამბობ რომ სიყვარული არ არსებობს, სწორად არ გამიგოთ, მე ვამბობ სწორად აბსოლუტურად ვეთანხმები ოშოს. სიყვარული იწყება თაფლობის თვის მერე. მანამდე ეს არის ჰორმონალური მოვლენა, დამტკიცდა მეცნიერულად, თავს მოვიტყუებთ დიდი რომანსებით. ძალიან კარგი. აი კორდელის შემდეგ სადები რო გადასხდნენ, მე ურთიერთობები ცივდება და რაღაც ანუ ერთმანეთს თანახმად აღარ მქონდა ადამიანს რა. რომელიც ძალიან მაგარი შეყურებულები იყვნენ. შეიძლება მაგას მივაწეროთ, რომ ეგ აღარ გამოიყოფა ეგ. კი ბატონო. სწორედ ეგ არის აბსოლუტურად მართალი ხარ, იმიტომ რომ ეხლა მე ჩემ მეუღლესთან ვარ 21 წელი. ეხლა ხო მოგეხსენეთ, დროებსაც ვაკეთებ, ცოტა ხნის წინ ხო? ხო და გამოიყოფა, დღითი დღე უფრო მეტად მიყვარს. ხო და აი ეს არის სწორედ საიდუმლო, რომ შენ უნდა რაღაცა გააკეთო, რომ ეს გამოიყოს, ის ბუნებრივად, ეხლა სიყვარულში ჩავარდა, ეს ბუნებრივად რაღაცა მოხდა, ეს არა საკმარისი. ეს არის უბრალოდ თავის მოტყუება. თავის მოტყუება ბევრნაირად ხდება, ერთ-ერთი არის ეს თაფლობის თვე, რომ ეწადება, აბსოლუტურად არ გამიგოთ არასდროს, რომ რამეს ვაკრიტიკებ, კი ბატონო, ყველას გაგაცდეინოთ, მაგრამ ნუ შევქმნით ამის ირგვლივ დიდ შარავამდეც, რომ ეს ისეთი იყო და რომეო და ჯულიეტა იყო. ძალიან კარგი. გისმენთ? დიახ. ეს საინტერესო შეკითხვა. ეხლა რამდენჯერმე უკითხიათ ხოლმე ჩემთვის, რა ეხლა შენ თავაზობ სიცილს და ეს სიცილი ხო ხელოვნურია რაღაც ასე კიდე მე პატივცემ ბუნებრივს. რა არის ბუნებრივი? აბა მითხარით ერთი მაშინ, აი თუ 10-ლას ბუნებრიობიდან ვიწყებთ, ხო? რა არის ბუნებრივი? ეხლა ადამიანში რა არის ბუნებრივი სიცილი? აბა რა არის ბუნებრივი? რას ვაკეთებ ბუნებრივად? როცა მივდივართ აფთიაქში, როცა რამე თქვი, ეს ბუნებრივია? როცა იოგას მიმართავთ, აერობიკას მიმართავთ, რომ გავიჯანსაღოთ ჩვენი სკოლა, ეს ბუნებრივია? რა არის ბუნებრივი? 10-ლას ბუნებრიობიდან საიდან იწყებს? აი ბავშვი არის ბუნებრივი. ბავშვის როგორი მდგომარეობა? სერიოზული ბავშვი უფრო ცოტა ავანტყოფის თავიდულებას. ბავშვი არის პირველი თვისება ხალისიანი. ხო? ესე იგი ის ამ პოზიტივში ცურავს. აი ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა. ჩვენ ნეგატიურ შკალა ავიღეთ საზომად და აქედან
ზომავთ პოზიტივს. სკალა უნდა დაიწყოს ათვლა ბავშვიდან, ბუნებრივი მდგომარეობიდან, პოზიტიურობით გაჯერებული პიროვნებიდან. და შემდეგ ეს რა? ეხლა ბუნებრიობას, როცა მაგალითად დეპრესიაში ხარ, ის ბუნებრივია დეპრესია? არა, იყო ბუნებრივია. როგორ იქნება, ხო? დეპრესია ბუნებრივი, ეხლა იმიტომ რომ ეხლა ხანდახან ეს მაგალითად რო ელოდები რომ ნამდვილი სიცილი უნდა მოვიდეს შენთან აი ბუნებრივად დეპრესიაში ვერ ჩავარდება, ბუნებრივად არ ხდება დეპრესიაში ჩავარდა, ბუნებრივად როგორც მოგახსენეთ ეს არის ჩვენ დავკარგეთ ეს განცდა პოზიტიურობის რაცა გვაქვს და ჩვენ ვართ არაბუნებრივ მდგომარეობაში ამ არაბუნებრივ მდგომარეობიდან დავიწყოთ მე თქვი ათვლა აი ტერმინოლოგია ვიხმაროთ ჩვენი არაბუნებრივი მდგომარეობიდან. ეხლა ექიმთან რომ მიხვიდე და უთხრა, შენ დეპრესია, ყალბია, ვერ გიმფურნალებ. აი ესეთი რაღაცაა, იმიტომ რომ რა არის ბუნებრივი მდგომარეობა, ჯერ ის გავითვალისწინოთ. შემდეგ რა თქმა უნდა, არსებობს ეს მდგომარეობაც, იმიტომ რომ მაგალითად თქვენ დაუშვათ გაბრაზებული ხართ ამ ძიმე მდგომარეობაში დეპრესიაში ხართ. მაშინ ის ნამდვილია, იმაზე ეჭვს ხო არ უსვამთ. როცა ადამიანი იცინის, აი ბედნიერება ნამდვილია თუ არა, ეს ნაღდია, თუ არაა ნაღდი, თუ ეს რაღაც ხელოვნურია. ეხლა ხანდახან მინახია რომ ეს ხელოვნური სიცილია. როცა იმ ნეგატიურ მდგომარეობაში ხარ, მათი რატომ არ გვეჭპარება იმ ნეგატიური მდგომარეობაში ეჭვი, რომ იქნება ეს არ არის. ეს იქნება არ არის ბუნებრივი. და მე მართლა გეტყვით, რომ აი ნეგატიურ მდგომარეობაში ისე ტოტალური ვერასოდეს ვერ იქნებით, როგორც თქვენ იქნებით პოზიტიურ მდგომარეობაში. პოზიტიური მდგომარეობა ეს არის ადამიანის ბუნება და იმაში უნდა მოახდინოთ თქვენ თავში გაყოფა, არა ბუნებრიობა, რომ ჩავარდეთ ნეგატიურში. აი ათვლა როცა აი ამ ბუნებრივ პოზიტიურობას, ბუნებრივ ნეგატიურობას დავიწყეთ. კი, რა თქმა უნდა, ეხლა მე მოყვება ამას. მე აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ მოყვება ავადმყოფობები, მაგრამ ათვლა სანამ როცა ამ მდგომარეობას განკითხვას დაუწყებთ, ან რაღაც მსჯელობას, ათვლა დაინახეთ, საიდან ვიწყებთ. პოზიტიურობიდან თუ ნეგატიურობიდან. და ადამიანი ახლა ისე გაიზარდა, რომ უფრო ნეგატიურობიდან იწყებს ათვლას. და იცით რა არის? რა თვისება აქვს კიდე პოზიტიური ენერგიას? ძალიან კარგი. ძალიან კარგი ერთი თვისება აქვს. ეხლა გეტყვით კიდე. რა თვისება აქვს? კარგი და აი მაგალითად ადამიანს აქვს 9 ნეგატიური თვისება და ერთი პოზიტიური აქვს. ერთი პოზიტიური. აი ამ პოზიტიურს მიაქციეთ ყურადღება. აი ეს პოზიტიურობა შეუხალისეთ. აი ეს პოზიტიურობა ეცადეთ, რომ გაუძლიეროთ, შეუმამაცეთ, თუ შეიძლება ასე ითქვას. და რა თვისება აქვს? აი ამ ნეგატიურობას არ ეხებოდით, ისე გადმოიქაჩა ენერგია პოზიტიურში. აი ეს თვისება აქვს. ნუ ეხებით, ნუ აქცევთ ყურადღებას ნეგატიურს. ეს ზუსტად იგივე ხარისხია, როცა შედიხართ ოთახში. და ოთახში წყუდიადი იყო 10 წელი. თქვენ რაღაც ახალი სანთელი დაანთეთ, რომელიც აი ეს რამდენიმე წუთია და შეიტანა. ეხლა ამ წყუდიადმა რო იტყვიან ამ სანთელს უთხრა, იცი რა, მე 10 წელია აქა ვარ და შენ კიდე რაღაც პატარა სანთელი ხარ, დაიცადე 10 წელი და მე გავალ. არა, წყუდიადი მაშინ ვერ მიდის, როგორც სანთელი შეგა. აი ზუსტად ეს თვისება აქვს პოზიტიურ ენერგიას. რომ ის წყუდიადი და ამ წყუდიადში მე 1000 რაღაცა იბადება, ავადმყოფობები, დეპრესიები, უამრავი. რატომ? ადამიანს აკლია ეს პოზიტიურობა და მეტი არაფერი. და საიდან დავიწყე საუბარი? ის რომ სიყვარულში ვართ სხვაზე დამოკიდებული და სიცილში კიდე თქვენ ხდებით თქვენ თავზე დამოკიდებული. სიყვარულში მაინც სხვის მადლზე ხარ დამოკიდებული. სიცილში კიდე არავის არ დამოკიდებული. აიღე სიცილი და შენი ბედნიერების გასაღები შენ ხელშია, აბა მის ხელშია. აიღე შენ დაატრიალ და იცილეთ რამდენიც კიდე გაძლევთ უზარმაზარ თავისუფლებას. ეხლა ჩვენ საზოგადოებაში როგორ გავრცელდა, იცით? სამწუხაროდ საზოგადოებაში გავრცელდა რომ ეხლა გავაკეთოთ რაიმე სერიოზულად. ეხლა გავაკეთოთ რაიმე
რაიმე სერიოზულად თითქოს ისე საუბრობთ, რომ სერიოზულობა ასოცირებული გახდა საქმის ხარისხიან გაკეთებასთან. რაც აბსოლუტურად ტყუილია და მეცნიერებამ დაადასტურა. როგორ? რატომ საიდან წარმოვიდა ეს ტერმინი? გავაკეთოთ რაიმე აბა ახლა სერიოზულად მიუდგეთ ამ საქმეს. მიუდგეთ ხალისიანად, მიუდგეთ ალალად, მიუდგეთ ტოტალურად, მაგრამ სერიოზულობის დროს ახლა არ ახსენ იქაცო თქვენი გონიერება დაბლა ეცემა. არა გაქვს კარგი აზრები და თუ რამე საქმის კეთება გინდათ, ხალისიან ენერგიაზე უნდა გავაკეთოთ. აბა თქვენ თვითონ თუ უპასუხებთ მაგას საინტერესოა. ხოდა, აი ლაპარაკი იმაზეა, რომ სამში ეს კარნავალი ტარდება ამ დიდ შხაპს, რაც მოგახსენეთ, შანსი გეძლევათ. მე მაგალითად პირადად მიცინია 3 საათი. გადამულად მიცინია 3 საათი. და ხოდა მობრძანდით სამში მობრძანდით და ამ შხაპში იბანავეთ. იმიტომ რომ ეს არის თქვენი გარეგანი და თქვენი შინაგანი არსებისთვის ძალიან დიდი ჯანმრთელობა. 3 საათი სერიოზულობა, 3 საათი წუხილი, 3 საათი სერიოზულობა, ხო არ არის ბუნებრივი? არა, ბუნებრივია 3 საათი სერიოზულობა. ხო და ბუნებრივია, ავიღოთ მეთქი ბავშვის მდგომარეობა. ბავშვი, ხო ამაზე არავინ არ იკამათებს, რომ ბავშვი არის ბუნებრივ მდგომარეობაში. ბავშვი 3 საათი დააკავეთ სერიოზულობაში და თქვენ ბავშვს ამით ძალიან ცუდ საქმეს გავუკეთებთ, რატომ? იმიტომ რომ მისი ენერგია ისე ფეთქავს და ეს მისი არსი ფეთქავს. აი ფსიქოლოგიური პროცესები, მე მაინც რაღაცა დავამეშო 3 საათი მდგომარეობაში ვარ. არა, ეხლა ეს არა, თქვენ ეხლა 3 საათი ეხლა მე ვიცი რომ თქვენ ნუ გაიცინებთ. ეხლა ლაპარაკი იმაზე არის ასეთი მედიტაციური მეთოდი, მაგრამ საკმაოდ წინ წასული მეთოდია, შემოტანილია ოშოს მიერ, ქვია მისტიური ვარდი, 21 დღიანია. ამასაც მათ შორის ვატარებ სოფლიო ირგვლივ, საქართველოში ჯერჯერობით არ ვატარებ, იმიტომ რომ მზადდება ნიადაგი და იმედია ჩატარდება. ზუსტად 3 საათი, სადაც 1 კვირის განმავლობაში იცინი ხართ, 3 საათი 1 კვირის განმავლობაში ხტირი ხართ და 3 საათი შემდეგ წყნარადზე ხართ. ბუნებრივად გამგებამ ჩაგვიდოთ ჩვენ ის იარაღი, რომ რაღაც არა ანაბუნებრივი, არამედ ბუნებრივი მეთოდებით, ცრემლებით და სიცილით, რომ სრულიად ჰარმონიაში მოვიყვანოთ ჩვენ თავი. ეს დევს ჩვენში და ამ მეთოდით გამომჟღავნდა ეს. არის ასეთი მეთოდი, მაგრამ ეს არის მედიტაციური მეთოდი, ეს მეთოდი ტარდება სპეციფიურ გარემოში, სპეციფიური ხელმძღვანელობით. მე როგორც მოგახსენეთ, მე მიმაჩნია, რომ 30-იანი წუთი სიცილი აუცილებელია, 30 წუთი. მეტი ხო არ გითხოვ, 30 წუთი. 30 წუთი 1000 რაღაცა 30 წუთი დღეში ნერვიულობთ, წუხვართ, 1000 რა კი ბატონო და ტირით. ბიჭო 30 წუთი სადე იცინე და იქნებ მოგვარდეს ის რაღაცეები, რაც გატირებს დანარჩენი 23 საათი და 30 წუთი. იქნებ მოგვარდეს ისინი. სადეთ 30. სადეთ და მე მომწერეთ, აი სადე 1 თვე და არ მოგვარდა, მე ვიქნებ პასუხი. ასე ვიგეუბნებ, პასუხი ვიქნებ მე. ხო და თუ ცდით ეხლა კიდევ რა თვისება გააჩნია პოზიტიურ ენერგიას. პოზიტიურ ენერგიას რა თვისება გააჩნია? აკაკი გაგიშვებ გარეთ, სკოლაში. სულ სიცილ ხალხარით.
ხოდა ხოდა რა თვისება გააჩნია კიდევ პოზიტიურ ენერგიას ერთით რა თვისება გააჩნია კიდევ პოზიტიურ ენერგიას რომ როცა აი პოზიტიურ ენერგიას პოზიტიურ განცდას მიმართავ ხო აქვს გაძლიერების ხარისხში ამაღლების უნარი ნეგატიურს ეს არ აქვს აი სწორედ დიპაკ ჩოპრა და გრეგ ბრენდონი ეს რა მოაჩინეს რომ თურმე როცა ერთი ადამიანი ახლა მე მაგათად ძირითად ცხოვრობდა მოღვაწეობდა გერმანიაში იქა ძალიან ფართოდ მისამართლეო და რა მოაჩინეს ცით როცა ერთი ადამიანი მართლა მედიტაციურია მართლა ბედნიერია მართლა მხიარულია ის დაახლოებით 100 ადამიანზე ახდენს გავლენას თავისი ველით თავისი ფაქიზი ვიბრაციით თავისი ენერგიით ორი ადამიანი ახდენს არა 200-ზე არამედ 300-ზე და დაასკვნეს რომ გამოითვალეს რომ დაახლოებით 7000-დან 10000 ადამიანამდეა საჭირო რომ დედამიწეს აი უზარმაზარი პოზიტიურობის ლუხტი მიწეს რეალურად ვინც მართლა განიცდის ამას წარმოიდგინეთ რა თვისება ამ ენერგიას იმადებს 1+1 ხდება 3 არა 2 აი ეს თვისება კიდევ ძალიან კარგი პოზიტიურ ენერგიას გარდა იმისა როცა ვიცინი ვართ 30 წუთი შემდეგ 2 საათის მანძილზე გონიერები ვართ 10%-ით მაგრამ 2 საათის მერე ისევ ძველ მდგომარეობაში ვართ თუ კიდევ გონიერება გინდათ კიდევ 9 საათი იცილეთ დიახ რატომ ხდება ტვინში ჩვენ გვაქვს გარკვეული კონტაქტები ეძახიან სინაფსები და ესენი ამყარებენ ურთიერთობას როცა ნებისმიერი განცდა გაქვთ ისინი აქტიურდებიან და ახალი ურთიერთობა მყარდება შემდეგ ისინი მიდიან უკან მაგრამ თუ ამას რეგულარულად აკეთებს ის მდგომარეობა თქვენში ინტეგრირებას განიცდის თქვენში უკვე მკვიდრდება აი გისმენთ თუ შეკითხვები გაქვთ მე ვიცი მაგრამ აი ამ მარტივ შევიდგოთ როგორ შევინარჩუნოთ პოზიტიური განცდა კი ბატონო მარტივ რჩევები რა თვისება აქვს აი პოზიტიურ განწყობას იცით რა არის რომ თუ ადამიანი რაღაცნაირად მუშაობს თავის ენერგიაზე პოზიტიურად თუ მაგალითად აი ახლა ვინმეს ეთქვი აი ახლა იცეკვე იბედნიერე იხარე მაგრამ ის ადამიანი თუ კრიტიკულად მიუდგა ამას რა თქმა უნდა არ იმუშავებს იმიტომ რომ შენ ეუდგები მდგომარეობას რომელშიც ის ტოტალურად უნდა განიცადოს და რასაც ტოტალურად რაში თქვენ ტოტალურად განიცდით რაში ტოტალურად შედიხართ ის ხდება ჩვენი რეალობა ის ხდება აბსოლუტურად რეალობა როცა ადამიანს ეთქვი აი ტოტალურად შედია მდგომარეობაში კი რა მნიშვნელობა აქვს სხეულის სხვათაშორის ვერასხვაებ სიცილი რეალურია ბუნებრივია თუ სიცილი არის ხელოვნური მაინც გამოყოფს იმ ელემენტებს მაინც გამოყოფს ის დადებით ელემენტებს იმიტომ რომ სხეული ვერასხვაებს ამას ეს მაინც გამოიყოფა და როცა მით უმეტეს ინგლისელებს აქვს ასეთი საინტერესო გამოთქვა fake it till you make it ხო იბაძე თუ შეიძლება თქვა ხო ხელოვნურად გააკეთე რაღაცა სანამ ის შენი რეალობა სანამ მას მიახდე სანამ ის შენი რეალობა გახდება და აი ზუსტად ეს არის როცა თქვენ რაიმე პოზიტიურ მოქმედებაში ხებს შედუხავთ ტოტალურად ის ხდება თქვენი ცხოვრების რეალობა ის აღარ არის ის რომ აი ეს ცადე და არ გამოვიდა რაიმე რჩევები კი ბატონო აი ახლა გირჩევთ რას იმიტომ რომ მე უფრო ამ თავსაზრისით ლექტორი არ ვარ მე უფრო პრაქტიკოსი ვარ იმიტომ რომ მუშაობ ამ ენერგიაზე და რაღაც მინდა გარკვეული რჩევებით დაგტოვოთ და ეს რჩევები არის რა 3 დღის მანძილზე აერჩიეთ ერთი
რომელიმე განცდა, ერთი რომელიმე განცდა პოზიტიურებიდან მე მოგცემთ 4-ს. ხალისიანობა, მეგობრულობა, მადლიერება, ხალისიანობა, მეგობრულობა, მადლიერება და თანაგრძნობა. ამ 4 პოზიტიური განცდიდან ერთი აირჩიეთ. აი ახლა სხვადასხვა გავრცელდა სხვადასხვა მითხრეს კიდეც და ძალიან მიხარია რა არის. გავრცელდა თუმცა ხელზე შემოიღო რაღაცას და ვცდილობ რამდენიმე ხანი პოზიტიური იყო. როგორც 21 დღე ძალიან დიდია და როგორც კი გახსენე უცებ ჩააწვეთ ისე ნეგატიურ შენ თავს, იწყებთ ათლას თავიდან. მე მაგალითად გირჩევთ, იმიტომ რომ იქიდან რაც ადამიანის ენერგია როგორც ფუნქციონირებს, 3 დღის მანძილზე ცადეთ. 3 დღის მანძილზე ერთ-ერთი აირჩიეთ აქედან. ხალისიანობა, მეგობრულობა, თანაგრძნობა, მადლიერება და ცადეთ რომ ნებისმიერ ემოციას უპასუხოთ ასე. აი ნებისმიერ ემოციას არ აქვს მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ ხანდახან მithქვია და იცი რა ისედაც ასეთი ტიპი ვარ, ისედაც მეგობრული ვარ, ესეც ხალისიანი და თანამშრომელი. არა. ეს რო იტყვიან ამითი თქვენ აწყალებთ ამცირებთ მეთოდის მნიშვნელობას. 3 დღის მანძილზე მართლა შეიძლება თუგნებავთ რამე და თქვით 3 დღის მანძილზე ვიქნები მეგობრული, რა სიტუაციაც არ უნდა მქონდეს. 3 დღის მანძილზე ვიქნები ხალისიანი, რა სიტუაციაც არ უნდა მქონდეს. აი დილიდან გაიგვირეთ ამ განცდით და ცადეთ 3 დღე. რა ხდება 3 დღეში? 3 დღეში სხვათა შორის რაღაცა ხდება ჩვენ ენერგიაში. აი ოშოს კარგად არის ნათქვამი, რომ ნებისმიერი მედიტაციური მეთოდი აქვს ასეთი წიგნი, სადაც 108 მედიტაციური მეთოდი, ეგ ნათქვამია. თუ აირჩევ მეთოდს, გარკვეული პერიოდის მანძილზე უნდა ცადო. იმიტომ რომ ეს ასე ესადაგება ჩვენ ენერგიას, ჩვენ არსებას. 3 დღე, 21 დღე, 3 დღე. ცადით 3 დღე. იმ 3 დღეში, როცა მეთოდს ვდით, რაიმე მეთოდს აუცილებლად გექნებათ შინაგანი პატარა შეგრძნება, რომ მეთოდი თქვენია თუ არაა თქვენი. თუ თქვენია, გააგრძელოთ 21 დღე და შემდეგ გაცილებით ძლიერი შეგრძნება გექნება და შემდეგ 3 დღე. ამ 3 დღეში რაღაცა ხდება. აი ეს მეთოდად აიღეთ. და მე იქნება ამ მეთოდმა უცებ თქვენი ინტეგრება, რატო? მეთოდი არის რეალური, რომელიც რეზონირებას განიცდის ჩვენ არსებასთან. მეგობრულობაც, თანაგრძნობაც, მადლიერებაც, ეს ხალისიანობა ჩვენ არსთან განიცდის რეზონირებას. ამიტომ გარეგანი მეთოდი ჩვენ ვიწყებთ შინაგან არსთან რეზონირების განცდას. და აი აირჩიეთ, რომელიც გნებავთ და თუ გნებავთ, მეგერ მომწერეთ მე, აი ეს სადა ეს. ნებისმიერ რაღაცა უცებ მეზობელმა გამაბრაზა და თოხალ დღეს გადავწყვიტე რომ ხალისიანი ვიყო. მეზობელმა გამაბრაზა, უყვის, ოი შენ ეს ერთი. გადავხვიდე იქ პატრონმა დაგაჯარიმა 3 ლარი გადაგახტენა. ნებისმიერ რაღაცაზე. სამთასი ორი არა ხო, აბა ორი არ დამიწერეს. ხო და ცადეთ? უთხარია შენ მეთოდია თქო 3 დღეა ის აჩვენე. კიდე მეორე ორი ხო და აი ლაპარაკი იმაზეა რომ აი რატო გავაკეთე აი ეს მეთოდი თავიდან მე ერთმანეთს გადავხედოთ მეგობრულად და ხალისიანად ხო? იმიტომ რომ როცა მეგობრული და ხალისიანი ვართ ჩვენი აღქმის მეთოდი, ჩვენი აღქმის საშუალება ფართოვდება და გაცილებით უფრო გაგების უნარი იწევს მაღლა. როცა დადებითი ვარ, როცა ხალისიანი, აი ეს გავაკეთეთ, გადავხედეთ ერთმანეთს მეგობრულად, ხალისიანად. აი მე გირჩევთ, რომ აი ეს მეთოდი აიღოთ, მართლაც. მე მაგალითად ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ეს მეთოდი დაიწყება 3-ში, 3 მაისს მოგზავნით და თქვით, აი 3 მაისს ვიწყებ და 3 მაისიდან 3 დღე ვიქნები ხალისიანი. ისეთ მუხს მოგართმევთ, ისე გემრიელად, რომ 3 დღე კი არა, გონი გადააბადიკეთ. ასე რომ კარგად დაიმუხტებით და ამას
ადვილად შეძლებ და შემდეგ უკვე სადაც ხვდებით. აუცილებელია რა, რომ დავიციკლო ერთ მეთოდზე 3 დღე, 1 წელი 3 დღე, რომელიც მოგასაგებად, რომელიც უფრო თქვენ ბუნებაზე